საშიშროება იქ კი არ არის. სადაც ხალხს გონია. საშიშროება ის კი არ არის ვიღაცა NGO-შნიკებს ააყვირებ. საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ მართველი ჯგუფი, ვინც რეალურად დღეს მართლობაშია, თვითონ ის არის მოწყვლადი. თვითონ ის არის რეალური ზეწოლისგან. აი მართლა რო ზეწოლა მოახდინონ, თვითონ ის არის მოწყვლადი. ხო და მოწყვლადი არის იმ გაგებით, რომ საქართველოს, ხო ეხლა თუ მართლა ეხლა დღეს გადავხედავთ სანქციები ვის დაადეს, სანქციები დაადეს ვის? ისედაც ვისაც იჭერდნენ, ეხლა ქართულ ოცნებაში ხო ერთმანეთს დაერივნენ. და რაღაც ერთმანეთის ის მოხდა ხო რაღაც გადაბარება სხვა ჯგუფებზე ისედაც ვიზეც გადაბარება ხდებოდა და ვინც ჩამოწერილები იყვნენ ისინი დაასანქციეს ხო ახლები ვისაც გადააებარა ისინი არ დაუსანქცირებენ ხო ამიტომ ეს სანქციები და რაღაც ასეთი ზეწოლა და რეალური წნეხი საქართველოს არ წამოსულა არ წამოსულა ეს პროდასავლელები რომ დარბიან და რაღაცა ევროპის პარლამენტის რაღაც იმებს რომ განხილვებს რომ აჩვენებენ და ჭკუაზე რო არ არიან ეგ არაფერი ეგ არ არის რეალური ზეწოლა ხო რეალური ზეწოლა რომ მოინდომოს სხვანაირად ზეწოლა სადამდე შეიძლება იცით აი მართლა რეალური ზეწოლა აქ პირველი პირი შეიძლება მოიტაცონ წაიყვანონ და დანარჩენებს ყველას ხელი მოაწერინონ რაღაცას. ხო, ეხლა ვიღაცას თუ გონია რომ ეგ შეუძლებელია, ეგ მოხდა. 30 მილიონიან კოლუმბიაში. ხო, ეგ მოხდა. ხო, ამიტომ აქ არის ძალიან მარტივი რაღაცაზეა დასაფიქრებელი. საქართველოს უნდა გააცნობიეროს ერთი რაღაცა. ამერიკა ეხლა ჩვენ რა დროში ვიმყოფებით ამერიკა ვხედავთ რომ რეგიონებში სხვადასხვა რეგიონში თავის გავლენებს კარგავს და ეს თავის გავლენების დაკარგვა გამოიყურება კონფლიქტებით ომი ჩდება იქ აი სადაც რაღაცა რეგიონალური მოთამაშე მოძლიერდა ის გამოცდას გადის თავისი სიძლიერის გამოცდას გადის ომი კონფლიქტი ხდება იქ და კონფლიქტს თუ გადააგორებს და თუ გაუძლებს რაღაცებს ჩამოყალიბდება რომ ის რეგიონალური მოთამაშე უკვე სხვა საფეხურზე გადავიდა უკვე ანგარის გასაწევი ყოფილა ხო ეგ მაგ პროცესს ვხედავთ და ჩვენ ასევე ვხედავთ იმას რომ ამ პროცესში ამერიკა ყველას ჩართვას ცდილობს ყველას გასვრას ცდილობს ასე ვთქვათ და საქართველოს უნდა იყოს ფრთხილად საქართველოს უნდა თავიდან აიცილოს რა ზიანს მიიღებს საქართველოს ანუ თუ არა და აი მაშინ რადევს ასტორის მეორე მხარეს თუ ჩვენ აი რაც შენ თქვი რომ ჩათრევას ცდილობს ფაქტია მისი ისტორიული მოკავშირეები ვერ ჩაითრია აი ბრიტანეთი მაგალითად და ტრამპი იმდენად გაბრაზებულია რომ ბრიტანეთს ფლოტი არ ყავს საერთოდ და საკუთარ თავსაც ვერ იცავენ და არაფერი არ შეუძლიათო, ანუ გაბრაზებულია. ნატოზეც აშკარად გაბრაზებულია და ამიტომ ითქვა, რომ ვთქვათ, გადაწყვეტილია ომის მერე ნატოდან გამოსვლა. ჩვენს შემთხვევაში რადევს სასწორის მეორე მხარეს. ამიტომ წარმოვიდგინოთ, რომ ყველაზე ცუდი სცენარი ზეწოლებით იქნება თუ არ ვიცი, რას შესთავაზებენ ხელისუფლებას, მოახერხეს და გამოიყენეს საქართველოს როგორც მათ უნდათ. მათი ინტერესი გასაგებია ჩვენ რანაირად ზიანდება. ნუ ჩვეულებრივად შეიძლება ირანმა დაგვბომბოს ჩვენსკენაც ისროლოს რაკეტები. ეგ მაგის შესაძლებლობა თავისუფლად აქვს ირანს. ირანი იმაზე გაცილებით შორს ისვრის რაკეტებს, ვიდრე ჩვენი ვიყოფებით და ბევრად თან. და ჩვენი დაბომბვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ აქ არაფერი ბაზები არ არის, ჯერ არავის არც არ აინტერესებს საქართველოს, არავინ საქართველოს დამცველიც არ არის. და ირანს ეხა რაკეტებს რაც შეეხება, მაყურებელმა ალბათ იცის, მაგრამ ვინც არ იცის, იმდენად შორ მანძილზე სასროლი რაკეტები აქვს საქართველოს რავი ბრიტანეთს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ანუ ისეთი რაკეტის გასროლაც მოახდინა რომელიც ბრიტანეთამდე აღწევს ხო ანუ თან მან საუბარი არის ისეთ ეხა
ბრიტანეთს რო ესროლს, გასაგებია რომ ბრიტანეთს შესწევს იმის შესაძლებლობა რომ მოიგერიებს, ხო? და ჩამოაგდებს იმ რაკეტას, მაგრამ საქართველოს არ შესწევს ეგეთი არაფერი შესაძლებლობა, საქართველოს არაფრის ჩამოგდების თავი არ აქვს, ხო? და ეგ უნდა გვესმოდეს თან ეგეთი შემთხვევა რომ მოხდეს, ეგ გაუხარდება დასავლეთს, ეგ ცუდი ფაქტორი კი არ არის დასავლეთს. ვაშინგტონი ცდილობდა ბევრი, ასე ვთქვათ, მაგალითად ერაყელი ქურთების ჩაბმას ამ ყველაფერში ხო? ყველას ჩაბმას ეცდება და ვისაც თავში ჭკუა აქვს, ის უნდა ეცადოს რომ თავიდან აირიდოს ეს პროცესი. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რას უყურებთ, ეგ კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ეს არ არის უბრალოდ კონფლიქტი, აქ ვიღაცები გამოდიან და რა კაია რაღაცები იბომბება, რაღაცა აი ამერიკა რა მაგარია. ვიღაცები ასეთ სისულელეებს დასკვნებს აკეთებენ. ეხლა ჩვენ უყურებთ ახალი, ირანს რაღაც ახალი პრეტენზიები უჩნდება. იქ რაღაც ატომური იარაღის გაკეთებაზე მიდის უკვე საუბარი, შეიძლება გააკეთოს, ხო? ამერიკა იძახის, რომ უკვე იმდენენი გამდიდრებული ურანი აქვს, რომ საფრთხის შემცველია. ახალი მოთამაშე ჩნდება რეგიონალური, რომელიც უკვე იმხელა საფრთხეს წარმოადგენს, რომ ომი დაიწყო. ხო, მაგ სიტუაციაში როგორ დამთავრდება? ეგ თან ყველა ნიშნებია იმისა, რომ ეს კონფლიქტი რო დამთავრდება და გადაივლის ირანი კი არ ჩამოიშლება და კი არ გაქრება, ხო? რაღაცა ბერკეტებს შეიძენს. შეიძლება ყველა ბერკეტი, რომელიც უნდა რომ შეიძინოს, ვერ შეიძენს ყველა ბერკეტს, მაგრამ რაღაცა ბერკეტებს ამ პროცესებში შეიძენს, უკვე შეიძინს. ხო, ამიტომ აქ საქართველოს უნდა დაფიქსდეს მარტივ რაღაცაზე. ხა ამერიკა აჩვენა, რომ მით უმეტეს ჩვენს რეგიონში არ არის ისეთი ქვეყანა ამერიკა, რომლის იმედზე შეგვიძლია რომ ვიყოთ. არ არის ეგეთი ქვეყანა. გასაგებია, რომ რაღაცა სანქციების და რაღაცების ბერკეტები გააჩნია, გასაგებია, რომ რაღაცა მუქარა შეუძლია კონკრეტული ვიღაც ბიზნესმენს შეიძლება ეშინია და თავისი ბიზნესი უფრო აღელვებს, ვიდრე ზოგადად რაღაც დროში განცობილი ჩვენი ქვეყნის პედი, არ ვიცი, მაგრამ კოლექტიურად საქართველოს, ხო, არ უნდა აინტერესებდეს ვიღაც ბიზნესმენებს რა აღელვებთ და ვიღაც ბიზნესმენები რითი არიან მოწყვლადი, ხო? საქართველოს უნდა იხელმძღვანელოს იმითი, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეხლანდელ სიტუაციაში ძალიან დელიკატურად კიდევ ვიმეორებ, არაფერი ამაში არ არის საემოციო და სანერვიულო, ძალიან დელიკატურად ყველასა უნდა ვიქონიოთ ისეთი დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვერ ჩავერევით ვერაფერში. მოდი ჩვენ თავი დაგვანებეთ, თქვენ თვითონ მიხედეთ თქვენს პრობლემებს. აი ასეთი მიდგომა არის საქართველოს მხრიდან საჭირო. და თუ ისიც დავტოვოთ ახლა, რადგან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს საუბარი რაზეა, თუ მაგ კონტექსტში არ მიმდინარეობს საუბარი და თუ უბრალოდ ურთიერთობის დათბობა მიმდინარეობს ამერიკის მხრიდან საქართველოსთან, ეგეც შესაძლებელია და რატო ავხსნე? ეგ შესაძლებელია, იმიტომ რომ მაგალითად სომხეთში ცუდად აქვს იქაურ მთავრობას საქმე, ეხა არჩევნები ახლოვდება და არ არის იქ ფაშინიანის რეიტინგი მთლად ისეთი, როგორიც უნდა მას სურს რომ კონდეს, ხო? პრობლემები აქვს არჩევნების თვალსაზრისით, რაც დიდი შანსია, რომ სხვა ფლანგმა გაიმარჯვოს. ამიტომ შეიძლება ამერიკა უბრალოდ ჩვენს რეგიონში რომელიმე მოთამაშესთან რომ შეინარჩუნოს ურთიერთობები, მაგიტო გამოვიდა კავშირზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ეს თემა იყოს, უფრო დიდი ალბათობით ირანის ომს უკავშირდება. იმიტომ რომ თვითმფრინავიც რაღაცა თვითმფრინავი დაჯდა. არ ვიცით ის თვითმფრინავი, შესაძლებელია ის თვითმფრინავი
არ იყოს რაღაც შესაძლებელია დამთხევა, მაგრამ ძალიან ბევრი დამთხევა არის, ხო? არ შესაძლებელია არ იყოს რაღაცა, მაგრამ ნუ რო წარმოვიდგინოთ მანდ ეხლა ამერიკის მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ საქართველოს მასშტაბი, თან ისიც უნდა გვესმოდეს. საქართველოს მხარეც შეიძლება არ იყოს თვათ ყველაფრის საქმის კურსში ის ამერიკა რას აკეთებს, ხო? ამიტომ კიდევ ვიმეორებ, საქართველოს ზოგადად ჯერ ერთი უნდა ისწავლოს აი ამ გულშემატკივრობისგან და არაადეკვატური დამოკიდებულებისგან და როგორც ფეხბურთის მატჩს რო გულშემატკივრობენ, ეგრე ომებთან დამოკიდებულებას ზოგადად თავი უნდა დაანებოს. რაღაცა ომი რო იწყება, ვიღაცებს ნუხარიათ. აი ვიღაცები რაღაც აღტაცებას და აღფრთოვანებას და რაღაც ემოციებს რო ვერ თოკავენ. აი ეგ უნდა მაგას უნდა დავანებოთ. და მით უმეტეს ამას უნდა დავანებოთ სახელმწიფო დონეზე და გადაწყვეტილების დონეზე, რომ კარგად უნდა გავაცნობიეროთ სოფლიოში რა ხდება, რა საფრთხეებია და ის საფრთხე რეალობა რო აღმოჩნდეს, ჩვენ არაფერი ხელს მოსაჭიდი არ აგვაქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამერიკამ ეხლა ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობის გამო რაღაცა პრობლემებში რო აღმოჩნდეთ, ამერიკა ნუ გონია რომ რაღაცა დაგვიცავს. ამერიკას პირიქით გაუხარდება ჩვენი ეგ პრობლემები, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ამერიკის პოლიტიკა მნიშვნელოვანი არის ქვეყნების ერთმანეთთან გადაკიდება. რეგიონებში დაძაბულობის გაჩენა იმისთვის, რომ ამერიკის ფაქტორი იმ რეგიონში გაიზარდოს. თუ ქვეყნებს ერთმანეთთან ექნება დაძაბულობა, მათ თუ ერთმანეთთან დიალოგი არ შეეძლებათ, მაშინ დიალოგი მოუწევთ ამერიკის გავლით. ამერიკა ყველასთან დიალოგზე მზად არის. ამერიკა არ არის ისეთი უტვინო ქვეყანა, როგორიც ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც აი დიალოგი როგორ შეიძლება გაიძახის, ხო? ამერიკა ეგეთი უტვინო ქვეყანა არ არის. ამერიკა დიალოგზე წამსვლელია ყველა მიმართულებით. ამერიკა უბრალოდ საკითხს აყენებს ასე. ერთმანეთს რო დაატაკებს რაღაც ქვეყნებს, ისინი ერთმანეთთან ვერ დაალაგდებიან და ნუ ამერიკა საჭირო, მოდი ამერიკის გავლით ყველა დაალაგდეს. ხო? ეს ზოგადი მისი პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ ასეთ რაღაცა სისულელეში და იმაში არ უნდა გავეხვეთ ახლა. რაც ჩვენ ინტერესებში საერთოდ არ არის. ხო? და თუ ვიღაცას ჩვენთან მართლა კარგი ურთიერთობა უნდა, მაგას რაჭუბია ჩვენ მაგ მიმართულებით ყველასთან კარგი ურთიერთობისკენ უნდა ვიყოთ მზად. ამერიკას თუ ჩვენთან კარგი ურთიერთობა უნდა, მე ორივე ხელით ვემხრობი იმას, რომ აუცილებლად ჩვენს კარგი ურთიერთობა. თავარია ვით უნდა უპასუხოთ ჩვენი